თქვენ მოკრავდით ყურს, ნახავდით, რომ ბოლო 2-3 დღეა აქტიურად ასევე საუბრობს რესპუბლიკელთა ნაწილი, რომ ამერიკას სურს დატოვოს ჩრდილოატლანტიკური ალიანსი, ანუ ნატო. ეს კარგია თუ ცუდია, დღეს ამაზე საუბარი ცოტა ნაადრევია, თუმცა ფაქტია, რომ ეს იცვლება. სისტემა იცვლება, ამერიკა ცალსახად პრეზიდენტი ტრამპის, ასე ვთქვათ, მმართველობის ქვეშ იცვლება. იცვლება და გუშინაც საუბრობდი. ეს კარგია თუ ცუდი ცვლება, აი დღეს რა პირივი ჩანს. იცით რა, კიდევ ერთხელ ძალიან რთული ამაზე საუბარი, ვინაიდან ჩემთვის მაგალითად როგორც პიროვნულად მიუღებელია წერდი ამაზე და საუბრობდი გუშინ, პიროვნების კულტი არსებობს ეგეთი გამოთქმა, ეგეთი ფრაზა და აი პიროვნების კულტის შექმნა ნებისმიერი ადამიანისგან ეს საერო პირი იქნება, სასულიერო პირი იქნება, ბიზნესმენი იქნება თუ ვინც იქნება, ზოგადად არ არის კარგი და როდესაც ასე ჩვენ საბჭოთა მოქალაქეების გამოცდილება გვაქვს. აი ზუსტად ამერიკისგან არის ეს მოულოდნელი. კი ბატონო, აი ზუსტად მაგას ვამბობ, რომ ეს ამერიკისგან არის ცოტა გასაკვირი, რატო შეიქმნა პრეზიდენტ ტრამპის კულტი, იმიტომ რომ ყველა არა, მაგრამ ძალიან ბევრი მისი თანაგუნდელი, მიუხედავად იმისა, რომ ტრამპის გუნდი შედგება რესპუბლიკური პარტიის სხვადასხვა გუნდისგან, ყველა რატომღაც ქმნის მის კულტს და აი ეს სლოგანი, რომლითაც გამოდიოდა ტრამპი, ხო, აი როგორ არის ქართულად შევქნათ, ამერიკა კვლავ დიადი, ხო, დავიბრუნოთ ამერიკის სიდიადი, როგორც გნებავთ თარგმნოთ, ის სლოგანით შეიცვალა და უკვე ახალი სლოგანი აქვს, ახალი კეპი ახურავს პრეზიდენტ ტრამპს და მის გარემოცვას, რომელზეც საწერია ტრამპი ყოველთვის მართალია. თუმცა აქ არის ინგლისურ ენაში ერთი პატარა ოდიოზური შეიძლება ითქვას ხრიკი, სიტყვა right ნიშნავს ორ რამეს, ანუ სიმართლესაც და მარჯვნივ ყოფნასაც. შეიძლება ორივე კუდლის მოკლა უნდა და იმის გარდა რომ ტრამპი ყოველთვის მართალია, ხას უსვამე რომ ტრამპი უფრო მემარჯვენე კონსერვატორი